ძალიან. თუ მოგენატრებოდი შენ მოხუნდოდი. ხო მოგიყვანა ბებუ. ხო მოგიყვანა. ხო მოგიყვანა მე საჭმელი გაგიკეთე გემრიელი. ხო მილენას მოვიყვან. დღეს მილენა შემაჯამებელი ქონდა და ბარემ დაუხვდე და შევეკითხო. ნერვიულობდა მათემატიკაში. ო, ბევრჯერ ექნება, კიდე 1-4 ჯერ ექნება მათემატიკაში. კაი, ახლა, კაი, ესე მოგენატრე. მოიძრე ჩანთა მძიმე. 3 საათი გავიდა და ნახევარი როგორ არ უნდა. 3 საათი ნახევარი უჩემოთ? ხო, როგორ არ უნდა მომენატრო. თუნდაც 1 საათი. კაი, წესერები დედიკოსთან წაიყვან? არ გახდება? დედიკო ჩემ სახში მოვიყო. ბაგი. შენ მაგ ბარბაც ეგრე თქვა. დედიკო მოიყვანე. ნელა დე, ნელა. ნელა მითი. რა შვრებოდი დღეს რა ხდებოდა სკოლაში? არაფერი. ბიჭები გაბრაზებდნენ? გვაბრაზებდნენ. გოგოებს? ორი გოგო. ისევ ქურთუკში იჯექი? ნუ პასტისიკდა. რატო გოგო აღარ ცივა უკვე რა სიხარ ქურთუკში? რისთვის გაცნევ თეთრს და შავ თუ ქურთუკში ზიხარ მთელი დღე? ჩამაცი მაინც და არც გუშინ ხო საერთოდ მზე იყო ხა მზე არ არის მაგრამ. რა არის გახეული? კალგოტკა? გავხევა მაინც. გახეული რო ჩაგაცვა არავინ არ დაინახავს. რა თქმა უნდა არ დაინახავს. როგორ დაინახავენ? კარგი გაიხადე, მიდი და გაჭამო. მოგშივდა? სუპჩიკი გაგიკეთე ხორციანი და გარნიერად პიურე დაუდოთ, გემრიელია ძალიან. აბა. ხო და იქნები მშიერი, არაფერს არ გაჭმე მაშინ. ვისაც არ უნდა სუპჩიკი დარჩება მშიერი. კაი. ახლა მე შოკოლადი. ამასაც მოვერჩიები. რა შოკოლადი გიყიდო მითხარი? ეხლა უნდა წავიდე მილენას მოსაყვანად. თუ იაფიქნება ის რა გაქვს სულ ეს მუხლები თეთრი, რატო გაქვს? თუ იაფიქნება. რა გინდა მითხარი? იაფიქნება თუ ძვირი იქნება მე თვითონ ვიცი. შენ მითხარი რა გინდა? ლიტკა ორეოთი. ორეოთი, კაი ეგ დებილობა არა. არა, სხვანაირი ალპენგოლდი. ნახავ აბა. იმაში რა ქვია? ის ჰაეროვანი პლიტკა არ გინდა? მუშტუკები როაში. ნახავ აბა თუ იქნება. იმაში ორნაბიჩი არა, იმაში. ლიბრეში უნდა შევიდე ის სადაც კარათი უნდა ვიყიდო. ის სადაც კასა მაგის გვერდით ხო რაღაცა შოკოლადი. ხო, იქ დეს. დამინახავს ხოლმე რაღაც. სადილად გავაკეთე გემრიელი ჩახოხბილი, ძალიან გემრიელია, ეხლა მორჩი ჯერ ცხელია და გარნირად ექნება პიურე. ასე რომ აი ესე გავაკეთე. მოვასწარი. ხო? გარნიერი არის რა არის? გარნიერი. მიდი დადე. ცოტა ხანში უნდა წავიდე მე უკვე. 10 წუთში უნდა გავიდე. რა არის და აი რო დაგიდებ საჭმელად გაიგებ. გაიგებ რა არის. ტანსაცმელი დაგიდე სკამზე და გამოიცვალე. ვიცი რა არის. ნუ ყვირი. ის კრასკის ფირმა, კრასკაში რო ყიდულა. ეგ გარნიერია. ეგ არის გარნიერი. გარნიერი სხვა და გარნიერი. მუხლებზე ნუდ გახარწადი გამოიცვალე. და გარნიერი? ერთი არისო? და არტისტი, აფერისტი. ცირკი მოვიდა, ჯამბაზი მილკამილა. ცირკი წავიდა, პროსტორე ჯამბაზი დარჩა. Цирку ехал клоун и остались. Кто у нас клоун? Камишо клоун. It's a beautiful life. It's a beautiful life. Კარგი, ახლა всё, მორჩი. და გამიქრა მიკროფონი. მედი კოცნები ყველას. აბა, ზედმეტმა მაიმუნობა მიცის ეგ. всё, ოჩახ, ტაში სტუდიაში.
წადი ხა გამოიცვალისო. და იქეთ. მე უნდა წავიდე მირენასთან. ჩანთა წაიღე. ჩანთა. საწოლი მიალაგე, ტანსაცმელი მიალაგე, ოკეი? Давай, пока. რა მომიტანე? რა ლამაზად გააფერადე დედა. ამას რა ქვია? გულებით. მარიამი ქვია. მარიამი და არ ქვია მგოგონას? კიდე ერთი ხო გააფერადე, ლამაზია ძალიან. ბევრი გააფერადე? ცოტათი გადაედო ეკანამ ხუცებს, პრობლემა მარაუსოს. ლინა. ამას ლინა და არ ქვა, აგერ ლინა. ვაიმე რა ლამაზია დე. გაფერადე. მე რა რო შენი დახატული არ არის, გაფერადებულიც ძალიან ლამაზია. ამას მილენამ და კარლევა მიმიკი. მუსიკა ესე. კარლევა მიმიკი. ესეთი მუსიკა. არა, ი. მილენამ დოქტორს ესე. Королева Мимики, боже, какой ты миленький. Лამაზია ძალიან. როგორ ის არის? королева, მართლა королева არის. კიდე გაქვს? არა. კონდა დამცა. სანაც არის. აგი. ამას ლია. ვაიმე. ძალიან საყვარელია ესეც. მოკლედ ყველა ძალიან ლამაზია. შეკიდე მელეცა მგონის და დაიც მაგრამ მონი აღარ გაკმეთი. თუ გოიდონს. ყველა გოგონას სახელი დაარქვი. მეცაკ, რაფერი არ არის მეტი. ეს რომ წვანით არის. აქედან გადავიდე ეთქობა. არ უშუშავს მე თუ რომ ეწონეთ გავა. პირს არ აღებ დღეს? დირიდან ესე დაგეგმე რომ პირი არ გააღო ის ვილაპარაკო? ცოტა რო გააღო? სიტყვები რო გავარჩიოთ არ შეიძლება? არ შეიძლება? დღეს მოყევი რამე? ინგლისურმა წაგაკითხა? ახალზე გადავიდე და ის გამოკითხო. და რა გითხრა მე რო წაიკითხა? ახერ. საერთო? ესე იგი არ მოეწონა შენი წაკითხვა? ესე იგი არ ვისარბი არ ვთქო. რადგან მე კარგად ვკითხულობ. ქართულმა? თხრობა რაში გქონდა? რაღაცაში გქონდა თხრობა? ხლობა არ მქონდა. ლექსი? არა. ჩემი ხატია სამშობლო. ლექსი არ არის. ჰიმნი. უბრალოდ და რა გითხრა მე? მოყევი? კი. და რაო მე ქალო ეხა ყველა სიტყვა მათქი. ჩემი. 10 ჯერ რატო არა? პარე 10 ჯერ ყოფილიყო. აი ჩემი ბრალია გუშინ მილენას გადავყევი, ბევრი ქონდა ძალიან სამეცადინო და შენ აღარ შეგეკითხე მეორეც საღამოს. საღამოს აღარ შეგეკითხე. საღამოს არა, მაგრამ მაინც კარგად უთხარი. აბა 1-2 შეცდომა მქონდაო. სუთავი. და კალიასკადა ისინი სათამაშოები უნდა გადავაყარო. წავიღო? კალიასკადა ის სათამაშოები წავიღო. არ წამიღია ჯერ. ცოტა გენანევა შენი საბავშვო სათამაშოები ხო? მაგრამ უნდა წავიღო? გენანება ხო, მაგრამ ლავქნად მაინც აღარ თამაშობ და იქნება ვიღაცა ბაიამი თამაშოს. ხო? ნუ ტირი, გეტირება ვხედავ. მეც მეტირება შენ კი არ. მოკლედ მეგობრებო, უნდა გადავყაროთ კი არა და სანაგვესთან უნდა წავიღო. მათი საბავშვო სათამაშოები. ბევრი რაღაცა რამდენიმე პატარა თოჯინა, ერთი ცოტა დიდი თოჯინა არის. კუბიკები რაღაცეები, აი ესეთი სახლი იყო, შიგზემოდან სხვადასხვა ფორმები იყო და იმ ფორმებში შესაბამისი ფიგურა უნდა ჩაგესვა. ეგეც კიდე საბავშვო ეტლი იყო, რომელშიც თოჯინა უნდა ჩასვა. შენ ჯამბაზობ დღეს ძალიან. ეტლი თოჯინა რომ უნდა ჩაისვეტალო, უნდა ატალო ესე, ვაიმე 3-4 წლის იყო ის რო ატარებდა, აი ეს და ეხლა კიდე აღარ თამაშობს. და კიდე იყო ესეთი პლასმასის მანქანა თოკი მიბმული აქვს და ესე უკან ათრევდნენ ხოლმე რომ მიდიოდნენ. ვაიმე მეც კი მენა კარგი ახლა. მეც კი მენანება მათი ესეთი რაღაცა ბავშვობის ეტაპი რომ მიდის უკვე, მაგრამ რა სიზავ ეგრეა ცხოვრება, უნდა წავიღო და დავდო. ვარისთვის გვიდევს ამდენი ხანი გვიდევს. წავიღებ, დავდებ მე მეწოდება, მაგრამ წოდო, მაგრამ ნაგავშიც არ გადავყრი, სანაგვესთან დავდებ ისე. ორო. მაშ? პარკში დადე. პარკში მიდევს ისენი, მაგრამ ის ორო, მაგ პარკში, არა, იმენა პარკში
წაიღე. სკოლაში წავიღო? არა, ეგრე არა. სანაგვედან უფრო ვინმე წაიღებს, იმიტომ რომ ამ წინებზეც რაღაცა დიდი პარკი დავდე და Ванять не будет. არა, დედა ეგრევე წაიღებს ვინმე. იმ დღეს 1-2 თვის წინაც წავიღე ერთი დიდი პარკი თქვენი სათამაშოები და 2 თვის წინ მომისმინე და სანამ სკოლაში მივდიოდი დავდე და სკოლიდან რომ მოვბრუნდით უკვე აღარ იყო ეგ პარკი, იცი შენ? ეგრევე წაიღო ვიღაცამ. რატომაც არა, ვისაც პატარა ბავშვი ყავს. არ ვიცი, რაღაცა პლანშეტის ან რაღაცა ეგ. უფრო ჩამოსაკიდია მე მგონი, იმიტომ რომ აი აქ რაღაცა ისინი უნდა გქონდეს, აი ეს უნდა ჩამოკიდო. ან ესე. ვიცი. შეიძლება ესე უნდა ჩამოკიდო და ზემოდან აი აქ უნდა დაადო რამე. დავაზე მოვიგონე რა, მოიფიქრე. ნახე როგორ დედა გიდო საჭმელი და წავიდე? კი, ნახე როგორ შეიძლება. გამოიცვალე მაშინაცე. აი ეს პეტრი უნდა წავიღო ახლა და აი ეს სათამაშოები იქნება ვინმე მაიღოს რა ვიცი. თუ არა და ნუ მენაგვეები რომელიც ნაგავს ყრიან მერე მანქანით ისინი წაიღებენ და ნაგავში ჩაყრიან, მაგრამ მე მგონი მაინც წაიღებს ვინმე რა ვიცი. აი რატომღაც ამ ბოლო დროს აი ესე აკეთებს ჩვენი გამათბობელი. რა ჭირს არ ვიცი. აღარ წყალი აღარ თბება, ეს უნდა გამოვაერთოთ ახლა. წნევა ვარდება. რატო არ ვიცი? იმიტომ რომ აი ნულზეა წნევა საერთოდ. ეხლა აი აქ უნდა გავხსნათ ეს შავი ღილაკი, კრანჩიკი რაღაცნაირი აქეთ უნდა მოვატრიალოთ. აი ცოტა რომ მოეშვება, მერე უკვე წყლის ხმა ისმის და უკვე იწყებს მატებას. ესა ეხლა უნდა ავიდეს 1.5-მდე და მერე უნდა ისევ დავხუროთ ეს. რატო შვება ესე აზრი არა ვარ, მაგრამ თან ახალი გამათბობელია. ეს ვიყიდეთ სადღაც 2 წლის წინ. ეხლა ახალ წელს კი არა, წინ ახალ წელს. ეხლა 0.8-ზეა, ველოდებით 1.5-მდე უნდა ავიდეს. 0.9 აი უკვე 1.3-ზეა. ცოტაც კიდე და დავხურა. 1.4 ჩქარა გავიყინე. 1.5 ისე უნდა დავხუროთ ახლა. აი აქ ისე უნდა დავკეტოთ. გაჩერდი ახლა. ისე დაიცემა ცოტა ხანში 1-2 დღეში, მაგრამ ნუ რატო შვება აზი არა ვარ. ვიმეს აქვს ესეთი პრობლემა, იმ იდეას ქვაბი გვაქვს. რა? ანდი. მიალაგე დედა მაგიდა. აბა გისმენ ხალბატონო კამილა. აი დამოწმა. რამდენჯერ გითხარი მაგიდა მიალაგე მეთქი. არა, უსესინდი. როგორ არა უშავს? აბა გისმენ. და აი მას რა ქვია სხვა ქუჩა რატო ქვია და მას კიდე ნონეშვილი. იმიტომ რომ სხვა ქუჩა გადის უკვე. ისე გადის სხვა ქუჩა, აქეთკენ მოდის მეორე ქუჩა. გობრონიძე და ნონეშვილი. მიდი ჰარა გინდა მაჩვენე. აი ეს 4 და აბა რა წერია? წაიკითხე და ამოკრიბე რეგიონების სახელები. ქართლი, კახეთი, იმერეთი, გურია და სამეგრელო. გაიგე? მე არ მინდა არ მიყვარს ეგ. არ მიყვარს არა. მე ეს მიყვარს. სკოლასთან ერთი ქალი ყიდის ხოლმე ესეთ რაღაცებს და დიდი ხანია მინდოდა უკვე. ხრაშუნა. რაო, ემილი? აბა. ეს წერია?
ბავშვობიდან მიყვარს ეგენი. ემილი წერია? ხრაშუნა ემილი. ო და აბა ვნახოთ, ნეტა ისეთია, როგორც ბავშვობაში იყო, მაგრამ რაღაცა ძალიან მაგარი მეჩვენება. წესთან უნდა იყოს ესეთი მაგარი. Lama. კიდევ თუ არ გავიკეთეთ აია. ასამერ, ტკ 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 ტკ. შენ იქრასაკეთებ, შენ, მიალაგე საწოლი? დააფერცარ მიალაგე. მიდი მაგიდები მიალაგე, თორე იტყვიან ეს რანაირი დედაო. თავის შვილებს არაფერი არ ასწავლაო. აბა როგორ გინდოდა დედა, გოგო ხარ და უნდა ისწავლო დალაგება. Bici tu vnebodi agama. ბიჭმაც უნდა ისწავლოს, მაგრამ ჯერჯერობით გოგო. ხო გითხარი, რეგიონები არ იცი? ქართლი, კახეთი და ასე შემდეგ. ნაი აწერია, ამას რა აწერია, ბოცა იკითხე ვერ ხედავ. აფხაზეთი ხო? ამას რა აწერია? ხო და ესენი, აი, რაებიც აწერია. სხვადასხვა ფერით არის განსხვავებული და დაწერე. Kartli kaxeji meri. აი, როგორც აწერია, ესე დაწერე. არა, ესეა. შენ შენ რა გინდა? ესე გინდა? ესე გინდა? მერცხეთი. და მესხეთი სანატრელი თუ რაღაცა. მიდი დაწერე. აჰა, კიდევ კარგი ამას ვაჭამე, თორე მილენა ხო არ ფიქრობს ამის კეთილდღეობაზე. ნახე ეგრევე ეცა. რამდენი ხანია კნაოდა? და ეხა სტაფილო ყუდავდოთ საერთოდ. სტაფილო დავუდე მე უკვე დიდით. ნახე ეს თავის თათებს არ ხმარობს, ხო, როცა ჭამს. რომელია თათებით რო ჭამს? თათებში რო უჭერია, ხედა ისე რო ჭამს. ზაზუნა? აღარ მახსოვს მეც. თათებში რო უკავია და ისე რო ჭამს. მგონი ჰავა მართლა. ეს თათებით არ ჭამს. ეს არ ჭამს თათები. ამას ეს იცი რასაკეთებს ხოლმე. აი ამ თივას. სენცეგლე გინდა ტიკ 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 ტიკ. მან ფუი. თივას რო უდებთ ხოლმე აი იმ ადგილში. და სტაფილოს რო დაუდებთ ხოლმე მან პირში აიღებს წაათრევს მან და დააგდებს. წაათრევს აგერი თავის ბუნაკში და დაჭდება ხოლმე. ტიკ 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 მომენტი ტიკ ტიკ და ტიკ ის ტიკ არის ტიკ ტიკ. ასაცილა ერთს არ ამთავრებს და მეორეზე მომენტი ტიკ 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 ტიკ. კაი, სომილენა, მიდი ჩამოდი შენს და მიხედე გაკვეთილებს. გუშინდელივი დაგრჩება შუაღამემდე. მე კიდე გავიკეთე ყავა. გქაფიც აღარ აქვს. დავიდე წიგნი უნდა წავიკითხო. თან ყავას მივირთე. თან ამას ცოტა ხანი 1.5 საათი და მე მივხედო ბავშვებს. ესეთი ამბები მეგობრებო, ცოტა დავიღალე დღეს, არ ვიცი რითი, მაგრამ დავიღალე. წრეებზეც კი არ მყავდა დღეს ბავშვები. უკვე მე მგონი გაზაფხულის ალერგია დამეწყო. მაცხიკინებს წამდაუწում. და ბოდიში და სურდო მაქვს სულ ცხრიდან მდის. ასე მგონია უკვე დამეწყო ალერგია. ძალიან არ მიყვარს ხოლმე, იმიტომ რომ თვალებზე გადამდის. სურო მეტი არაფერი, მარტო სურდო და ცხიკინი რომ მქონდეს კიდე არ აუშავ რა, მაგრამ თვალები რომ ეკავება და მე ესე მისივდება. ეგ მაწუხებს ყველაზე ძალიან მეტი არაფერი. დიდად. ესეთი ამბები. ძალიან მიყვარხართ, მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ. ბევრი ლაიქები და კომენტარები გამოიწერეთ ჩვენი არხი, ჩვენთან ერთად დარჩი და წარმატებები ყველას დროებით. კარგად.